თუ მომხმარებელს დისტრიბუციის პრინციპით სარეალიზაციოდ გადააქვს პროდუქცია და ამავდროულად ესაჭიროება საკუთარ ობიექტებზე შიდა გადაზიდვის შესრულება, სისტემა საშუალებას გაძლევთ დისტრიბუციისთვის გამოყოფილი იმავე სატრანსპორტო საშუალებით განახორციელოთ შიდა გადაზიდვა. დისტრიბუციის ტიპის ზედნადების, ანუ მთავარი ზედნადების გააქტიურების შემდეგ, რეესტრიდან მოძებნეთ თქვენთვის სასურველი ჩანაწერი, ანუ გააქტიურებული მთავარი ზედნადები. სისტემა ეკრანზე გამოიტანს შესაბამის ფორმას. გააქტიურეთ ღილაკი ახალი ქვეზედნადების შიდა გადაზიდვა. სისტემა კვლავ ავტომატურ რეჟიმში გამოიტანს ფორმას ქვეზედნადების შიდა გადაზიდვის პრინციპების გათვალისწინებით. ყურადღება: ჩვეულებრივი ქვეზედნადებისაგან განსხვავებით, ფორმაში არ გამოიტანება მყიდველის და მასთან დაკავშირებული ველები, ვინაიდან შიდა გადაზიდვისას მყიდველი და გამყიდველი ერთი და იგივეა. შეიტანეთ ტრანსპორტირების დასრულების ადგილის მისამართი. საქონლის ჩამონათვალი ავტომატურად გადმოიტანება მთავარი ზედნადებიდან, რომელსაც დამატებული აქვს ნაშთის ველი, სადაც ფიქსირდება კონკრეტული პროდუქციის მიხედვით მთავარ ზედნადებზე ნაშთად არსებული საქონლის რაოდენობა. პროდუქციის რეესტრის ჩამონათვალიდან აირჩიეთ საქონლის სახეობა, მონიშნეთ შესაბამისი ჩანაწერი და დამხმარე ფანჯარაში შეიტანეთ საქონლის რაოდენობა. ინდივიდუალურ შემთხვევაში შეგიძლიათ მოახდინოთ ერთეულის ფასის კორექტირება, ანუ განულება. სტრიქონის შესანახად გააქტიურეთ დადასტურების ღილაკი. გაითვალისწინეთ, დისტრიბუციის მთავარი ზედნადებიდან შიდა გადაზიდვა დისტრიბუციის ტიპის ზედნადებით ასახული პროდუქციის საერთო რაოდენობა, ქვეზედნადების მსგავსად მონაწილეობას ღებულობს რეალიზებული საქონლის რაოდენობის ნაშთის დათვლაში. ყურადღება: ქვეზედნადების მსგავსად საქონლის დასახელებაში მონაცემები შეიტანება მთავარ ზედნადებში გაწერილი პროდუქციის შესაბამისად. ახალი სახეობის პროდუქციის დამატება ამ შემთხვევაში არ განხორციელდება. ახალი სახეობის პროდუქციის დამატება შესაძლებელია მთავარ ზედნადებზე კორექტირების შედეგად. ასეთი მცდელობის შედეგად სისტემა გამოიტანს შეტყობინებას. ქვეზედნადებში პროდუქციას ვერ ჩაამატებთ. მონაცემების შევსების შემდეგ შესაძლებელია ზედნადების შენახვა ან მისი დასრულება. ამისათვის გააქტიურეთ სასურველი ოპერაციის შესაბამისი ღილაკი. ქვეზედნადების შიდა გადაზიდვის შენახვის ან დასრულების შემთხვევაში მას ენიჭება რეგისტრაციის თარიღი და მთავარი ზედნადების იდენტური ნომერი, რომელსაც ემატება რიგითი ნომერი ჩვეულებრივი ქვეზედნადების მსგავსად. ხოლო ზედნადების ტიპის დასახელება ტრანსპორტირების შინაარსის შესაბამისად შიდა გადაზიდვა დაფიქსირდება. მთავარ ზედნადებზე გადასასვლელად გააქტიურეთ ღილაკი მთავარი ზედნადები. ქვეზედნადების მსგავსად, ქვეზედნადების შიდა გადაზიდვის გასაუქმებლად აირჩიეთ კონკრეტული ჩანაწერი. გახსენით და გააქტიურეთ ღილაკი გაუქმება. სისტემა გამოიტანს შეტყობინებას და თანხმობის შემთხვევაში არჩეულ ზედნადებს მიანიჭებს გაუქმებული სტატუსს. შესაბამისად, ქვეზედნადებების რეესტრში ჩანაწერი მიიღებს წითელ შეფერილობას. კორექტირების შემთხვევაში აირჩიეთ სასურველი ჩანაწერი ქვეზედნადებების რეესტრიდან. გახსენით ფორმა და გააქტიურეთ ღილაკი კორექტირება. შეიტანეთ სათანადო ცვლილებები. ცვლილებების დასამატებლად გააქტიურეთ ღილაკი ცვლილების გააქტიურება. სხვა შემთხვევაში ცვლილების გაუქმება. გაითვალისწინეთ, მთავარი ზედნადების დასრულების სტატუსის მინიჭების შემთხვევაში შენახული სტატუსის მქონე შიდა გადაზიდვის ყველა ქვეზედნადებს ჩვეულებრივი ქვეზედნადებების მსგავსად ავტომატურად მიენიჭება დასრულებული სტატუსი. გისურვებთ წარმატებებს!